ჩვენი სიტყვა შეეხება ერთ-ერთ უმძიმეს ცოდვას, რომელსაც ქვია აბორტი, ანუ ჩვილთა კვლა. ის რაც აბორტის დროს ხდება, დემონურ ფანტასმაგორიას გავს. წარმოვიდგინოთ სურათი, ეგრეთ წოდებული საშინელებათა ფილმიდან. ადამიანი ხდება პლანეტაზე, სადაც ბინადრობენ უზარმაზარი ქვეწარმავლებისა და ობობების მსგავსი ურჩხულები. ადამიანს მისდევს გიგანტური ხვლიკი, რომელიც ეწევა მას, თავის რკინისებური თათებით იჭერს და იწყებს მის ღრღნას. ისმის გადამტრეული ძვლების ткაცული. ადამიანის სისხლითა და ხორცით გამძღარი ურჩხული თავის ბუნაგში ბრუნდება. მსგავსი რამ ხდება აბორტის დროს. ქალის სხეულში შეაქვთ ინსტრუმენტი. ბავშვი გრძნობს სასიკვდილო საფრთხეს და თავზარდაცემული შეშტება. მაშის რკინის ბრჭყალები ბავშვის სხეულში ურჩხულის ბრჭყალებივით ესობა. ბავშვს ნაწილებად გლეჯენ, თავს უჭყლეტნენ, ხერხემალს უმტვრევენ. კვლელი ექიმი აქ ქვეწარმავლის მაგიერია. გარეგნულად ის ადამიანს გავს, მაგრამ დაკარგული აქვს ადამიანის სახე. სულიერი გაგებით ის სანადიროდ გამოსული მორიელია. მაშა კი მისი სისხლიანი პირი, რომლითაც ის საცოდავი ბავშვის თავს იჭერდა. მეორე მაგალითი. ცურავს გარს შემოერტყნენ ზვიგენები. უკიდოგანო ზღვა ცურავისათვის ხაფანგად იქცა. ზვიგენები თითქოს თამაშით ალყას არტყამენ მსხვერპლს. წრეებს კრავენ მის ირგვლივ და ეს წრეები სულ უფრო და უფრო პატარავდება. ბოლოს ერთი მათგანი ეკეთება მსხვერპლს, მას სხეულიდან ხორცს აგლეს და შორდება. სისხლი თითქოს ათრობს მტაცებლებს, ისინი ეკეთებიან ადამიანს და მას ნაწილებად გლეჯენ. ზვიგენის კბილები ფოლადის ხერხივით ჭრის ძვლებს. რამდენიმე წამში წყლის ზედაპირიდან ალისფერი ლაქაც ქრება. არის ინსტრუმენტი, რომელიც מחვილ ბოლოებიან დისკოს გავს. ჯალათი ამ ინსტრუმენტით ჭრის ბავშვს ისევე, როგორც დანით ხის ჯოხს თლიან. ბავშვი ტანჯვით კვდება. თუ ნაყოფი რამდენიმე თვისაა, მაშას იყენებენ. ძველ დროში არსებობდა ბოროტმოქმედების სიკვდილი დაჟის განსაკუთრებული წესი, ხელ ფეხისა და თავის მოკვეთა. ბოროტმოქმედ ჯერ ხელებს აჭრიდნენ იდაყვებამდე და ამხრებამდე, შემდეგ ფეხებს და ბოლოს თავს. ახლა ასე ჟიან სიკვდილით უდანაშაულო ბავშვებს. მაშით აგლეჯენ მათ ხელებს, თავს და შემდეგ სხეულს ნაწილებად ჭრიან. დედის სხეული იქცა საჯალათო კუნძად ან ეშაფოდად იმ განსხვავებით, რომ აქ სიკვდილი დამნაშავეებს კი არა უდანაშაულოებს ჟიან. მათ ტანჯავენ ერთადერთი ბრალის გამო, რომ ისინი ამ ქვეყნად გაჩნდნენ და ჟიან იმისათვის, რომ მათ სიცოცხლე სურთ. წარმოვიდგინოთ კიდევ ერთი სურათი. მახრჩობელა გველი ადამიანს შემოეხვია და ნელა-ნელა ყლაპავს მას. ჯერ კიდევ ცოცხალი ადამიანისათვის საფლავად გველის კუჭი იქცა. ეს სურათი ძალიან გავს ნაყოფის განადგურებას ვაკუუმის შექმნად წოდებული ხერხით. ჩანასახს იჭერენ მილით, რომელშიც იქნება ატმოსფერული ვაკუუმი, მილი იწოვს ბავშვს და მას დედის სხეულიდან მოწყვეტს. აქ მახრჩობელა გველის ადგილს იკავებს ინსტრუმენტი, რომელიც ადამიანმა გამოიგონა. შემდეგ ბავშვის სხეული ხდება განსაკუთრებულ ყუთში, რომელიც მტვერ სასრუტის ნაგვის შემკრებ კოლოფს გავს.
დედა თავის საშოსი უშვებს გველის შვილის მოსაკლავად და ამას ეწოდება ცივილიზაცია და სამეცნიერო პროგრესი. აზიის მომთაბარე ხალხებს ჰქონდათ საჟელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დამნაშავეებისათვის. ცეცხლზე დგამდნენ წყლით სავსე ქვაბს. მასში სვავდნენ ადამიანს და ქვაბს სახურავს აფარებდნენ. წყალი თანდათან ცხელდებოდა და ბოლოს დუღდებოდა. ადამიანი იღუპებოდა საშინელი ტანჯვით. შემდეგ მის სხეულს როგორც მოხარშული ხორცის ნაჭერს ძაღლებს უგდებდნენ. მსგავს ხერხს მიმართავენ ჰიპოკრატეს ბრჭყალებში შვილიშვილებიც. ნაყოფის ირგვლივ სითხეში შეჰყავთ მარილის კონცენტრირებული ხსნარი. ეს ხსნარი თანდათან ამოჭამს ბავშვის სხეულს, ამოწვავს მის თვალებს, აღწევს ფილტვებში და მათ ცეცხლივით წვავს. ნაყოფი ისეთივე ტკივილს განიცდის, როგორც ყოველი ადამიანი. რა ტანჯვას იწევს ის ამ წუთებში და რა წყევლა ედება მისი დედის სულს. მეორე დღეს დედა შობს მის მიერ მოკლულ ბავშვს, დამახინჯებულ გვამს, რომელსაც კანი ძონძივით ჰკიდია. ახლა როცა ამ წერილს ვკითხულობთ, დედამიწაზე გრძელდება სისხლიანი სასაკლაო. ამ რამდენიმე წუთში სანამ თქვენი მზერა ბოლოს ტრიქონს მიაღწევს, ათეულობით 1000 ბავშვს მოკლავენ. როცა დასადინებლად წვებით, გახსოვდეთ, რომ ამ ღამეს მთელ მსოფლიოში ჩაიდენენ საშინელ ბოროტმოქმედებებს, რომლებიც ვალპურგის ღამის აღწერას გავს, როცა ჯადოქრები და კუდიანები მსხვერპლად წირავდნენ ჩვილებს და ჭამდნენ მათ. უამრავი სურათი მიეძღვნა დედობრივ სიყვარულს. ქალს მკერდში ჩაუკრავს ბავშვი. რა სინაზე და ალერსია მის მზერაში. ახლა ბავშვებს სიკვდილს უგდებდნენ მსახრვალ ხელებში. დედები კლავენ თავის შვილებს და მათ სულებს მეტაფიზიკური ღამის წვდიათში გზავნიან. ეს ბავშვები ბნელიდან კვლავ ბნელში გადადიან. როცა დილით იღვიძებთ, გაიხსენეთ, რომ ამ დროს თქვენ ქალაქში ჯალათები მიიჩქარიან სამსახურში, საწამებელ საკნებში, რომლებსაც აბორტარიუმები ჰქვია. ოღონდ აქ ისინი ჯალათის წითელი პერანგის ნაცვლად თეთრ ხალათებს ჩაიცმევენ. რკინის მარწუხები ბავშვისაკენ მიიწევს. ის გრძნობს სიკვდილს და მის მოახლოებას. თავზარი ეცემა, მაგრამ ჯალათის ხელი არ შედრკება სიბრალულის გამო. რკინის კბილები ჩაესობა ბავშვის სხეულს და ნაწილებად დაგლეჭს მას. ბავშვი დაუცველია, ყველასაგან მიტოვებული იგი მიტოვებულია იმ საზოგადოების მიერ, რომელშიც ესეოდენ ბევრს ლაპარაკობენ ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ. და სიკვდილ მიჟილია იმ კანონით, რომლითაც აბორტია ნება დართული. იგი მშობლების მიერ ჯალათის დანასაა მიცემული. იმ მკვლელის დანას, რომელიც აბორტით, როგორც შემოსავლიანი ხელობით მოპოვებული ფულით ცოცხლობს. ბევრი საზარელი ცოდვა ჩაუდენია დედამიწაზე და ახლაც შადიან. მაგრამ ნუ თუ არსებობს იმაზე უფრო ცინიკური და საძაგელი ცოდვა, ვიდრე მშობლების მიერ მათივე შვილების მკვლელობაა. ცოდვა, რომელსაც მხეცებიც კი არ იცნობენ. ეხლა აქ გავჩერდებით და ერთ რამეზე დავფიქრდით. ცხოველი რასაც არ ჩადის, იმას აკეთებს დედა. იმას აკეთებს ექიმი, რომელსაც წესით ფიცი აქვს დადებული, რომ უნდა გადაარჩინოს ადამიანის სიცოცხლე. ხვალე არის მირიანი და ნანას მოციქულთასორთა მეფე დედობლის ხსენება.
წარმართები რო ვიყავით ქართველები შვილებს ეშმაკებს წირავდნენ თავიანთი კეთილდღეობის გამო. მიქონდა კერპებში გახურებულ ხელებზე უწვევდნენ შვილებს და ეს ბავშვები იწვებოდნენ და ეს ხმა რო არ გაეგოთ ჩობლებს საკრავებზე უკრავდნენ და ხმაური და ყიჟინა იყო. რო შემოვიდა ჩვენთან ქრისტიანობა, ეს სოდვა შეწყდა. იყვნენ ესეთი ადამიანები, კომუნისტები რო ერქოთ. პირველად მათ დააკანონეს ოფიციალურად აბორტი. ეს გააკეთა ლენინმა. და კვლავ დაიწყო შვილთა ხოცვა, კვლავ კეთილდღეობის გამო. აი, მშობელს უნდა რომ კარგად იცხოვროს და შვილი აღარ ჭირდება. და თუ კი ვინმე იტყვის რომ აბორტი ცოდვაა, აბორტი კი არ ამას უნდა ერქვას შვილთა კვლავ. ნახეთ ეს სახელი მოიგონეს აბორტი. კაცმა არ იცის რა არის, სინამდვილეში არის უდანაშაულო შვილის მოკლა. პირდაპირ გაილაშქრებენ ამ ადამიანზე, თუ ვინმე გაბედა და თქვა აბორტი ამხილა, აი როგორც ჭინკები ესე შემოესევიან. ნებისმიერი ის გაბედავს და რამე სიტყვის, მაგრამ ჩვენ უნდა ვთქვათ ის. რო ლაპარაკობენ ადამიანის უფლებათა დაცვაზე, ძაღლებს იცავენ. ბავშვს თუ არავინ არ იცავს. ესენი არიან პატარა ლენინები. აი ვისაც ნახავ და გამოდის და ყვება რომ აი აბორტი არ უნდა აიკრძალოს, აბორტი თვითონ ადამიანმა უნდა გადაეწყვიტოს, ჩაიდინოს თუ არ ჩაიდინოს, ეს პატარა ლენინი. პატარა ბოლშევიკი. პატარა ეშმაკები, რომლებიც ღმერთის წინააღმდეგ ამხედრენ და ღვთისმხნელებებს ანადგურებენ. ისმის კითხვა. აი ვინც გააკეთა ეს ცოდა ჩაიდინა, რა უნდა ხდეს? ძალიან ბევრი არიან ასეთი მამები და დედები. მამებს იმიტომ ვამბობ, რომ ქმრის ნებართვით რო იკეთებს სოლი აბორტს, ისიც ჩვეულებრივი მკვლელია, როგორც თავის სოლი. ორივენი არიან საკუთარი შვილის მკვლელები. ეს უნდა გამოისყიდოს ადამიანმა მთელი ცხოვრება სინანულში უნდა იყოს. ბედნიერება რო კაც დაუბრუნდეს, ცოდა უნდა შეინანოს და უпроსტად ცუდი ნათქვამია რომ დაუბრუნდეს. აი როგორ უნდა იყო ბედნიერი კაცმა, როცა ეცრო შენ შვილებს დახოცე. შენ თუ სინდისი გაქვს, უსინდისო თუ არა ხარ. მთელი ცხოვრება ხო უნდა გახსოვდეს. შენ რა გააკეთე? მთელი ცხოვრება ხო უნდა იყოს სინანულში. პეტრე მოციქულზე წერია რომ რამდენჯერაც მამალი იყივლებდა, რომ გაიგებდა, წამოდგებოდა, რომ ეძინა და დაიწყებდა მეტანიების კეთებას და ტიროდა. შუბლი ქონდა აქლემის მუხლებივით უხეში. თვალები ჩასესხლიანებული და ღაწვებზე ქონდა ცრემლისგან აიარებები, ის რომ ცრემლი მოდიოდა და ნაოჭები ქონდა. და როგორ უნდა იყო ბედნიერი? ადამიანს შემთხვევით რომ ვინმე შემოაკვდება, ხანსად გაახსენდება ეს ამბავი, ხანსად გაახსენდება, სულ დათრგუნულია. სიხარულშიც კი რაღაცა აჩერებს, იმიტომ რომ ასე შეემთხვა. და მშობელმა როგორ უნდა დაივიწყოს შვილი მოკლა? ოდნავ რომ შეიმსუბუქო მდგომარეობა, შენი სულის უნდა კონდეს სინანული მთელი ცხოვრება. არასოდეს უნდა აპატიო შენ თავს ეს შეცდომა, მაგრამ მე ხაზგასმით ვიტყვი რომ არასოდეს უნდა დაკარგო იმედი რომ ღმერთი გაპატიებს, ოღონდ უნდა იყოს სინანულში. ერთმა იმპერატორმა შიშით რო ძმას მისთვის არ წაერთმია იმპერატორობა, მოკლა საკუთარი ძმა. თან ეს ძმა მანამდე დიაკვნად აკურთხებინა, სასულიერო პირი იყო იმპერატორის ძმა. და დიაკონი მოკლა. ეჭვით რომ არ წამართოსო იმპერატორის ტახტი.
იცით რას ამბობენ ამ იმპერატორს? ყოველ ღამე აკითხავდა ძმა. მის მიერ მოკლული ფიალა ეჭირა თბილისის ხლით სავსე და ეუბნებოდა დალიევ. ხო გწყუროდაო დალიევ. ეს იმპერატორი გაგიჟდა. და ბოლოს აბანოში საკუთარმა მონამ დაახჩო. ეხლა იმ წარმას თუ სინდისი აწუხებდა. ქრისტიანს როგორ არ უნდა შეგაწუხოს სინდისი? ადრე ადამიანი არასწორად რო ცხოვრობდა ხოლმე ეძახდნენ რომ უსინდისოა. ეხლა დაარქვეს უკომპლექსო. რა უნდა გაიგო ახლა კომპლექსი? უსინდისო ნიშნავს რომ ამან ყველაფერზე ხელი აიღო. გაიწყვიტა სინდისის შუბლის ზარგვი და ყველაფერი საკეთებს. ყველაფერს სულიან, ყველაფერს ამახინჯებენ. ექიმს რომელიც აბორტს აკეთებს, არ შეიძლება ექიმი ერქვეს. იმას უნდა ერქვეს მკვლელი. ჩვილთა მკვლელი. ეხლა როცა ამას ვამბობთ, ვიღაცები იტყვიან რომ სად არის სიყვარული ამ ადამიანების მიმართ, ექიმების მიმართ, იმ დედების მიმართ. სუსტად სიყვარული გვალაპარაკებს რომ მოიქეს ბოროტისაგან და ხმენკეთილი, დაანებე ჩვილთა კვლას თავი. და ყველაფერი გააკეთე იმისთვის რომ ბავშვი გადაარჩინო. დედა რომელიც უარს ამბობდი შვილებზე, ეხლა გააჩინე. თუ გაგშენ ნამდვილი სინანული, თუ ნამდვილად წუხარ და ისასაკი გაქვს რომ შეგიძლია შვილი გააჩინო, რატო არ აჩენ შვილებს? წესით ხო უნდა გამოსურდე. სინანული რა არის? ცოდვა უნდა მოიძულო და იმის აპირისპირო სათნოება უნდა შეიყვანო. არა ჩენდი გააჩინე. კლავდი აღარ მოკლა. სხვა რო აპირებს აბორტის გაკეთებას უთხარი რომ მე გაგიზდი შვილსო. ოღონდ გააჩინეო. რამდენ დედას უნდა რომ ვინმე ბავშვი მიაშვილოს. ეს კიდე კლავს და ამას შეხმარებიან. და ამაში კანონი იცავს. კანონი კი არა, უკანონობა. ყველა კანონი, რომელიც ღმერთის ცნებას ეწინააღმდეგება, ის უკანონობაა. ვინც კი ნემა დაამტკიცოს ეს კანონი. ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ ის კანონი, რომელიც ღვთისცნებას ეწინააღმდეგება, არ შევასრულოთ. იმიტომ რომ ჯერ არის მორჩილება ღვთისა, ვიდრე მორჩილება ადამიანის მიმართ. და ყველამ ჩაიხედოს თავის გულში. თუ ღვთისწყალობით ესეთი რამე გააკეთებია, უნდა შეეცადო რომ ეს მიიტანო ბოლომდე და გაქვს სიხარული რომ არავინ არ მოგიკლავს, მით უმეტეს შენი შვილი არ მოგიკლავს. და თუ სამწუხაროდ ეს ჩაიდინე, მაშინ მუდმივად უნდა გქონდეს წუხილი. ეს წუხილი კი არ დაგღუპავს, ამ წუხილმა შეიძლება გადაგარჩინოს და ღმერთმა შეგიწყალოს, როდესაც წარსდგები სამჟავროსა. ღმერთმა ინებოს, რომ ეს საშინელი ცოდვა შეწყდეს ქართველი ადამიანი და საერთოდ ადამიანი მიხვდეს, რომ ცხოველმა არ უნდა გაჯობოს. ნებისმიერი ცხოველი თავის ნაშიერის გამო საფრთხეში იგდებს თავს. და შენ ხო ადამიანი ხარ. შენ ხო ღვთის ქმნილებების მწვერვალი ხარ. აჩექმნა ღმერთმა ყველაზე კაი შენახა. როგორ უნდა დაეცედა პირუტყვის დონემდე დახვით. ღმერთმა დაგვიფაროს ყველანი და ეს საშინელი ცოდვა ამოძირკოს დედამიწაზე თავისი მადლით და კაცმოყვარებით.